Ладно, ищи. А наразы პირველი მორქინს ახლა პირველი ახლა ищи. საკაიგათი ყოფილხარ. გემდი არ ვიცოდი. მოგესალმებით ყველას, ჯერეთი ძალიან მიხარია და ამ სახში შემოლა. გამოვიარე სამეგრელოში, იმიტომ რომ დათო კვარაია პოლიციელი დაჭრეს უგდის ცენტრში. დაჭრეს ეგრეთ წოდებულ შტირით. შტირი რა არის? პირველად გავიგე მაშინ, როცა დეპუტატ სურაჯ ჯაფარიძეს უპირებდნენ იგივე დაჭრა 3 დღის წინ. ეხლა პოპულარული არაღი გახდა ისევ ახალი ეპოქის ბანდიტების და რა თქმა უნდა, მე გადავწყვიტე თენგოსთან ერთად აქ ნარაძეში გამოსვლა. აქ არ ყოფილვარ იმ დროიდან, როცა ნაციონალურ მოძრაობის პერიოდში ბორის ლომაიე მომიწვია სოფლის გამგებელმაც და მანამდე მეურნეობის დირექტორმა. მაშინ იყო შევარდნაძის მთავრობა, თქვენ გახსოვთ და შევარდნაძის მთავრობა რატომაც ძალიან განიცდი და სამეგრელოში რო გადავადგილდებოდი ხოლმე. და რაღაცა ეს მთავრობაც, ეხლა უკვე პრეზიდენტი ვარ, ეს მთავრობაც ზედმეტად განიცდის ჩემ სამეგრელოში აქეთ-იქით სიარულს. იქ პრეზიდენტის რეზიდენციასთან პიკეტი გააკეთეს, აქ და კარავი დასცეს, როგორც კი თქვი, რომ იქ უნდა იყო ხოლმე თქო. შემდეგ ზუსტად იგივე ხალხს გვიგზავნიან, შევარდნაძის დროს რომ გვიგზავნიან, ზუსტად იგივე ხალხს სახელებით და გვარებით. და ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ საშუალო ბოლის შევარდნაძის დროინდელი ჩინოვნიკები, პოლიციელები ყველა თითქმის დაბრუნდა, თითქმის ვინც ცოცხალია და ვისაც სურვილი ჰქონდა, ყველა დაბრუნდა სახელმწიფო სამსახურში. თავი პრობლემა ის კი არა, ისინი დაბრუნდნენ. თავი ჩვენ არ დაგუბრუნდით იქიდან, საიდანაც ეგენი დაბრუნდნენ. ეგ არის პრობლემა ჩვენთვის. მაგრამ მე თელ საქართველოში ვივლი, მიუხედავად იმისა, რომ ვის რა უნდა ჩემი სასახლეში ჩაკეტვა თუ როგორც ბოლო პრეზიდენტი ჩაკეტეს და წყლის და პურის მიწოდება. და მე უბრალოდ მინდა ვკითხოთ თქვენ, რა გიჭირთ, რა გიხდით? რა მოლოდინები გაქვთ? როგორია საერთო განწყობა? ძველებურად უსაფრთხოდ უშვებთ თუ არა ბავშვებს ეზოში? ძველებურად არ გეშინიათ თუ არა სახლის კარების დაკეტვა და მანქანის დაკეტვა? ძველებურად საერთოდ უსაფრთხო გარემოში გრძნობთ თუ არა თავს? არის თუ არა რაღაც გაუმჯობესება ეკონომიკური მდგომარეობის კუთხით? რა მოლოდინები გაქვთ? არ ცხოვრობთ საუკეთესო ხალხი საქართველოში, განსაკუთრებით მათ შორის ასეთ სოფელში, ამ სოფელში მათ შორის კონკრეტულად ნარაზენში. და ამიტომ მე აქ იმისთვის ვარ, რომ თქვენ მოგისმინოთ. ჩემი მიტინგებზე გამოსვლები საკმაოდ მეტი გაქვთ მოსმენილი. ბოლო მიტინგმა სამეგრელოში ყველა რიცხვი მოხდა რეკორდული მონაწილეთა რაოდენობით. ამიტომ მე არ მინდა მიტინგის გამოსვლა მოწვა. თქვენ ახალ აქ, იმიტომ რომ თქვენ მითხრათ. თქვენ აქ სულ. ყველას ყოველისა მოგესალმებით. და მართლა რომ პირადად რო გხედავთ ძალიან მეხარია. მე ვარ თვითონ სოხუმელი და ბოლო წლები ფაქტურად 2 წელიწადი აქ რომ ცხოვრობ, ძალიან ბევრი უკვე მიცნობს, ბევრი არა, მაგრამ ესეც კიდე თქვენი წყალობით. თბილისიდან გამოვიქეცი, იმიტომ რომ ერთ ოთახში ვიყავი 7 სული. ძმა დასაოჯახებელი იყო და არ მქონდა იმის საშუალება წამოვედი ზუგდიდში და თქვენი პროგრამით, აეტოლთა განსახლების პროგრამით, რომელიც 2-3 წლის წინ დაიწყეთ, იმის მიხედვით 2 წელია, რაც მე აქ ბინა მივიღე. სამთახიანი ბინა და მართალი გითხრათ, აგერ ნარაზენში, ხეცერის მეურნეობაში. მიწა მე თვითონ ჯერჯერობით ვერ ავიღე, იმიტომ რომ ჩემს ოჯახში მამაკაცი არ არის, სულ ქალები ვართ და მერიდება ყოველთვის მეზობელს რომ ვთხოვო დამუშავე და მომეხმარეთ მეთქი, მაგრამ წელს უნდა ავიღო და დავამუშავებ კიდევაც. ესე რომ ამის გამო მადლობას გიხდით და ხოლე რაც გვიჭირს მართალი ბრძანდებით 2-3 წლის წინ ცოტა არ იყოს
კარგი მდგომარეობაც ჰქონდა, არც გვეშინოდა ღამით გასვლის, იყო მშვიდად ძილის საშუალებაც და ეხლა უკვე იმისის ნამდვილად არ აგვაქვს. იმიტომ რომ რუსულად რო თქვა, სიმიანი ბიზუროდა და სხვადასხვა ხალხი შეიკრიბა უკვე. ყველას თავისი განჯესუნარი აქვს, უფლება აქვს, რაც შეიძლება აირჩიოს ყველაფერი, მაგრამ თვითონ ამ თავიანთ არჩევნებს, აი ამ ქართული ოცნების პოლიტიკას თუ მივადევნებთ ყურს, ხო? ხდება ხალხს შორის ერთმანეთის გადამტერება. იმიტომ რომ ის არის ოცნებისტი, მე ვარ ნაციონალისტი და არც მალავ არ ვარ პარტიის წევრი, მართალი გითხრათ ამ მოძრაობის, მაგრამ მე ხო ჩემი ძმელა და მწამსი მაქვს. რაც ვნახე, რაც გაკეთდა, ამას ცოტა ნახვაც უნდა და ვისაც არ უნდა ნახოს, ვერც ნახავს. ვისაც არ უნდა გაიგონოს, ვერც გაიგონებს ამას. ცოტა რაღაცის ხო უნდა ნახო ადამიანმა, ხო უნდა დააფასო ის, რაც მოხდა, რაც გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის. ვინ ვიყავით? არარაობა. ვინ ვართ? ხალხს დავემსგავსეთ და ეხლა თუ კი ის უნდათ რომ ისე უკან დაგვაბრუნონ, კი აღარ ხეში სიტყვა ვიხმარე. მაშინ სხვა დანარჩენ შემთხვევაში ჯერჯერობით ჩვენთან სიმშვიდეა. ამ რეგიონში და აცი არ ვიცი რა მოხდება. მადლობა თქვენ. ესე იგი თვალდახოჭილი უნდა იყო რომ რაც გაკეთდა. დავის ახლა ახლანდელი თავრობა ნახება 20% თუ გააკეთებს, მე არ მგონია რომ გააკეთებენ ისინი ასე ქურდები გამოუშვეს. ესე იგი ქაოსი იქნება. და ეს არ უნდა მოხდეს, ასეთი ვთხოვთ ყველას რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია და ერთად წილადობა გავუწიოთ, ახლა წილადობა როგორ ახლა ომი კი არა, რაღაცა სხვანაირად უნდა მომოქმედოთ. ასე ეს. და ახლა როგორ გითხრათ, რა ვიცი, ახლა ივანიშვილი რას გააკეთებს, რასაც ჩვენ იმედი არ აქვს მაგის. იმიტომ რომ ის მაგან ქურდები გამოუშვა. ყაჩაღები გამოუშვა. აი შაბადაძის რო იყო ძროხებდა იპარავდა ყველაფერს. ახლა ესე იგი კარი დაკეტილი არ აქვს რომ კაცი რო შემოვიდეთ და ისა ასეთი მდგომარეობა. ხო და ახლა უკან უნდა დავბრინდეთ. ჩვენ უნდა წინ უნდა ვიაროთ თორა ის როგორ შეიძლება მე. ხო და დიდი მადლობა რომ მოგზავნით და გესურვეთ კარგად და ყოფილას. ასე მარგალინო ხუმარა გადაფონდა, ისა ბოდიშ. ვორე ნარაზი. დაჩება საქართველოს გაიქ. ნარაზი ისე ვორე მუშა ხოჩი და ხომორთე ხედინების დროსი და ხო თოფკუმოთე. ხო თინა მაგიგნობს კიდო ათეჯუა ვამბოკო კინი უასინდის გუსე მანდებერგა ფოლტო ჯგიროხა ფედა. მაგრამ ეგ არის რაც მაგლობს, რეალურად რაც მაგლობს, რომ ბანკის ოჯახი არ დარჩენა სუდის რაიონში, მაშინ ხედავს რომ გადაეულო ან მათ ახლობეს და ნაც. ნანა კაკაბაძე იყო ჯაბა იოსელიას მარჯვენა ხელი. ამელი ყველა გვაქვს. იგივე კაკაბაძემ დაწერა ეხა ეს ამნისტია. ყველაფერს ხო ახლა ხო გვახსოვს, რაღაცა ხო გვახსოვს. იგივე რიტორიკა, იგივე ისე რომ ეს დაჩაგრული ბიჭები არიან უსამართლო სისტემის. და გამოხვალდა პირველი ისა რომ ამათ ცემეს პოლიტიკოსები თბილისის ცენტრში და მანამდე ცემეს ქუთაისშიც, მარტვილშიც და ასე შემდეგ. მაგრამ მე ხვალდაზექს ვის ცემა ხო არის და ვის გაუპრიანი დანას და ვის. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ ხალხს. და თუ რამე უნდა მთავრობას, უნდა იმოქმედოს თვითონ. წინ რო გამოწევნა აი ამათი ხა ქრუდანბია. ამათი გაკეთე ესე ხო ვიცი ვინ არის. ეს ხალხი ხო 10 წლის წინათ გვახსოვს, 15 წლის წინათ გვახსოვს, ხედრიული დროსაც გვახსოვს. ახალი ხალხი ხო არ არის, იგივე ხალხია, იგივე მოხელეები არიან, იგივე მათი წინ გამოწეული დამქაშები. იგივე ყველაფერი ხო? ასე რომ ამ სიტუაციაში მე ვფიქრობ, ჩვენ გვინდა ძალიან მე თქვენ სწორი ვწარეთ, რომ ხალხი ორგანიზებული უნდა იყოს 7, ჩვენ ვერავინ ვერ ჩაგვათებს ვერანაირ ფაქტო მასშტაბიან ძალადობაში. უბრალოდ ყველა მთავრობა შეზღუდული იმითი, რაც ხალხს სურს. ყველა მთავრობა, როგორც არ უნდა იყოს მას მთავრობით ხალხის გვერდზე გაწევა, ხალხს ვერც ერთ მთავრობა ვერ გაწევს გვერდზე. ეს ეხებოდა იმ მთავრობასაც, რომელიც მე დავაკომპლექტე, ეს ეხება ამ მთავრობას. ასე რომ
მე ვფიქრობ ჩვენ მივახცევთ იმას, რომ საბოლოო ჯამში ეს დროებითი იყოს ეს ყველა ეს ქართულები, რომელიც ახლა გარდაუვალად არის, რა თქმა უნდა არის. ეგერეთ ბიჭი გუშინ ერთმანეთს ჩხუბობდა, გარჩევა დაიწყო ქუჩური გარჩევები და დიდი ხანი აკონტროლა. ახალგაზრდა სიმპათიური ბიჭი ეს პოლიციელი მივიდა შეესწრო უთხრევ რასაკეთებ. ეგრევე ამოუღეს ის შტირი გაუპარეს. გენახა მისხვა. გადარჩა შემთხვევა. და ამ ქუჩურ გარჩევების სვერპლივ არ უნდა გახდეს ხელახლა საქართველოს. ქუჩურ გარჩევებსაც მივყავთ ყველა კარგად. რიგით მოქალაქის სახელით სალომე ახალია. უამრავი პრობლემის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ერთ-ერთი რაც მაწუხებს და მაინტერესებს, მინდა პასუხი გაეცეს, იმიტომ რომ არის რაღაცა შეცდომები იყო, მაგრამ ეს ეხებოდა უშუალოდ დაჯარიმებას, რაც ფინანსურად უჭირდა ადამიანებს და მაინც აი უდიდესი გადასახადების გადახდა უწევდათ. და მაინტერესებს, აი როდის უნდა შეჩერდეს, როდის უნდა არ გაგრძელდეს, რამდენი ხანი მოუნდება კიდე იმ პერიოდს, რომ აი არ დაჯარიმდეს მოსახლეობა, იმიტომ რომ ფინანსურად იმდენი არ შემოდის ოჯახში და რაღაცა დაწესებული ჯარიმების გადასახადების გამო ისევ იძულებული ადამიანები ვალები დაიტოვონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შევთავაზეთ ჩვენ პარლამენტს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით, ეს არის სრული ფინანსური ამნისტია. სრული ფინანსური ამნისტია ეხლა არის აუცილებელი. ეხლა ხშირად გვეთქვიან, თქვენ რატომ გავაკეთეთ ერთი სერიოზული ფინანსური ამნისტია გავაკეთეთ ჩვენი მმართველობის დასაწყისში, ეს ერთი. მაგრამ როცა საქართველოს განსაკუთრებით უჭირდა ეკონომიკა, მაგრამ ის არ იყო სრულყოფილი, უფრო დიდი შეიძლება, რაც ჩვენ ვისწავლეთ, ჩვენივე შეცდომები. ამიტომ ეხლა როცა ეკონომიკა აშკარად დაპაუზებებულია და გაჭედილია, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის ხელახლა ამუშავებისთვის, რომ ხალხს მოეხსნას ეს ჯარიმების ტვირთი და გავაკეთოთ ფინანსური ამნისტია. თუ ამას მივახცევთ, ჩვენ აუცილებლად ხელახლა ამუშავებთ ეკონომიკას. ასე რომ ეს მე ესე მგონი. 18 წელია დევნილი ვართ აფხაზეთიდან და ვცხოვრობთ ხეცერის მეურნეობაში. იქიდან 7 ობიექტი იყო სულ და 6 გარემონტა. ჩვენი დატოვეს ერთი. ისეთ მდგომარეობაში ვცხოვრობთ, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ მეგობრების სახლში მოიყვანონ, გვაწვინოს და ენგრევას სახლი. ჩვენ არავინ არ მოხდა, იმიტომ რომ ორი დევნილი ვცხოვრობდით და ერთი ადგილობრივი ძვირი ჯდება სახლის რემონტია. შვერად მესმის და ძალიან დიდი ნაწილი დევნილების ჩემთავრობასაც დარჩა მიუხედავი, თუმცა ძალიან დიდი ნაწილს პირები მივეცრით და ეგრე ქალბატონი მაგალითად ამ სახლში ხართ ის ქალბატონი, ვისაც მივხედეთ, ხართ ის ქალბატონი, ვისაც ვერ მოხდეთ. და ეს ბუნებრივად ასე მოხდება. იმიტომ რომ ჩვენი გეგმა იყო რომ 2013 წლის ბოლოსთვის, ესე იგი ამ წლის ბოლოსთვის და ეს იყო გაწერილი თანხებში ფინანსურად, ლოგისტიკურად ყველაფერი, არც ერთი უსახკარო დევნილი, არც ერთი და არა მხოლოდ უსახკარო, ჩვენ იცით რომ სადაც აღვაშეთ დევნილთა დასახლება, ბევრგან საწარმოები გავხსენეთ. მაგალითად, ცეზარ ჩოჩელმა გახსნა რამდენიმე დიდი ქარხანა იქ ცხეთამთიანეთში, პოტში, ბევრი მუშავეთ, რომ იქ დევნილები დასაქმებული იყვნენ. არც ერთი უსახკარო დევნილი 13 წლის ბოლოს აღარ ყოფილა. და ამას ჩვენ ეს ფული არის 2 მილიარდი დარჩა მთავრობას რომ ეს გაკეთოს. ამიტომ ამას ჩვენ მივიყვანთ, თუ ისიც არ მივიყვანენ, გავაკონტროლოთ ეს ფული დაიხარჯოს სწორად ამ მმართველებს. თუ არა და საქართველოში დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება მთავრობა, რომელიც ამას მიიღოს, იმიტომ რომ ამას ხალხი უსაშუალოდ ეს არის პროგრამა ჰქონდა, ამ პროგრამას ჰქონდა თავის ფინანსური ასპექტები და თქვენ ეხა ეს ხო არ არის დაპირება, აგერ ქალბატონი ლალი არის მოწმე, რომ ეს პროგრამა ხორციელდება. ეს არის ამის ცოცხალი მონაწილე. ამის მონაწილე არის 10.000 ოჯახი წყალტუბოში, რომელსაც მაშინ მოუკიდე ხელი წინა არჩევნებთან გადავიყვანეთ ფოთში. ძალიან ბევრი ოჯახი ასევე თბილისში, ძალიან ბევრი ოჯახი აქაც სამეგრელოში. ვაპირებ მთელი ახალი ქალაქის აშენებას ალაზი კანაკლის მიდამოებში და ფოთში ასევე აი ეს გაყოლებაზე სწორედ დევნილებისთვის. მაგრამ უბრალოდ ქალაქს კი არა, თავის საწარმოები და თავის ადამიანები უნდა თქვენთან შეხვედრა გარეთ არის. ეს ადამიანები პირდაპირ თქვა ვინ არიან? ესენი არიან ზუსტად ის ხალხი, სახელები და გვარები. ვინც შევარნაძის დროს, სახელები და გვარები. შევარნაძის დროს, როცა გადავდიოდი როგორც ოპოზიციის ლიდერი, ჩვენ გვიწყობდა აქციებს. ნუ თუ ვერაფერი ვერ ისწავლეთ, მე მესმის რომ შევარნაძის ჩინოვნიკები დაბრუნდნენ უკან, მაგრამ ნუ თუ ამ შევარნაძის ჩინოვნიკებმა იმის გარდა ვერაფერი ვერ ისწავლეს, რომ თავისი 9 წლით დაბერებული არ ვიცი რა დავარქვათ, აგენტები თუ ფილიალები თუ რაც არიან, ისევ ისინი მოგვიყვანონ. იქნება ახალი კადრები ეშოვათ, ახალი ვიღაცები გამოიყვანათ, ახალი ვერაფერი ვერ ისწავლეს, ნუ თუ თავრობა ეს თავრობა იმეორებს იგივე შეცდომას, რაც საკეთებდა წინა თავრობა, რომ მათ ანერვიულებთ ჩემი გადაადგილება სამეგრელოში, მაგრამ იმ თავრობას, რომელსაც ეს ანერვიულებდა, იმან რითი დაამთავრა, მათ ახსოვთ.
ამიტომ სასაცილოა ეს ყველაფერი სატირა რო არ იყოს, მაგრამ ეს ყველა გონია ჩვენ ყველგან ჩავალთ. ყველგან ეს არის იმავე გეგმის ნაწილი, თუმცა სასახლეში ვერ ჩავჭდე და პური და წყალი მომაწოდონ. საბედნიეროდ საქართველოში ხედავთ ძალიან ბევრი სახლი, სადაც მე მიღებენ. სასახლეზე უკეთესად ვგზნობ აქ თავს. საკვების უკეთესი ახლობენ განსაკუთრებით სამეგრელოში, მაგრამ რაც თავარი ხალხია ძალიან მაგარი და ხალხი არის ხალხთან ურთიერთობა მაძლევს მე თავარ ენერგიას. არა იმ ოფიციალურ პირებთან, რომელიც სასახლეში მოდიან, ეს ხალხი არის ჩვენი თავარი მამოძრავებელი მოტივი, ძალა და ამ ხალხს ვერანაირი ძველმანი ესეთი ხრიკები, ძველი დაუძველად მოკლედ ხრიკები რა, რაღაც ახალი მე მეგონა ისწავლეს ამ წლებში. ბატონო პრეზიდენტო, რატო არ დაიგეგმა რომ უფრო ფართო აუდიტორია შეხვედრებით, თუნდაც ამ სოფლის პირობებში? მე თუ აფიჩნებთ ჯერით და თქვენ ნახეთ რომ მე წინა წლებში ჩავატარე ძალიან ბევრი მიტინგი და წინა თვეებში და მიტინგის ჩატარებაც პრობლემა არ არის და ამაში დარწმუნდებით მალე. მაგრამ მიტინგი არ არის თვითმიზანი, მიტინგი არის ჩემთვის ეხა მიზანი არის შევხვდე პატარ-პატარა ჯგუფებს ბევრგან და მოვისმინო მათი აზრი. თუ ვინმეს ილუზია აქვს იმის თაობაზე რომ მე ნაციონალურ მოძრაობას ან თუნდაც ნებისმიერ ადამიანს ვინც იმ იდეებზე დგას და ამ შემთხვევაში მე არაპარტიული წარმომადგენელი ვარ აქ ფართო ჯგუფებთან არ მიმესვლება და ფართო ჯგუფების ხარდაჭერა არ აქვს, რა თქმა უნდა ეს სრულიად ცდარია. რა თქმა უნდა საქართველოში არის სხვადასხვა აზრები, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კონკრეტული ადამიანი, ვინც იზიარებს ჩვენ ზუსტად ესე როგორც ეს ხალხი, მაგრამ ახლა ჩემთვის დროა რომ მათ მოусმინოთ, ვიდრე მათ მომისმინონ მე. საკმარისზე მეტი მისმენის. ახლა ჩვენთვის არის ანალიზის დრო, ჩვენთვის არის მოსმენის დრო, ჩვენთვის არის შეცდომების გაანალიზების დროს მათ შორის და სწორედ ასეთი შეხვედრები ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, თვალებს ჩავხვიდო ადამიანებს, ხელი მოვკიდო, მოვისმინო უფრო იმ ორგანიზმში, რაც მათ გულს აწევთ და ეს ბევრად უფრო მეტ ძალას მათგავს, ვიდრე 100,000 კაციანი მიტინგი, მაგრამ ეხა თავისთავად პოლიტიკა იმასაც მოიცავს და იმასაც მოიცავს. ყველაფერს თავის დრო აქვს კონკრეტ. ესე რომ ნუინერულებენ დაგვეცადონ მუშაობა. ხარ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, ხო? მარტო ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ხო არა ხარ? და რატომ უნდა უკვირდეს თუნდაც მოსახლეობის იმ ნახევარს, რომ თქვენ დადიხართ საქართველოს ტერიტორიაზე? უბრალოდ მართლა გამკვირვებია. ამ ჩვენ ქვეყანაში ვერავის ვერ დაუშლის თავი კანონის პირობებში რაღაცების კეთებას. და მე ნამდვილად მხოლოდ კეთილგანწყობილი ვარ, მინდა რომ მათ საქმე გააკეთონ, მინდა რომ რაღაცა დაიძრას და მინდა რომ საქართველოში უკეთესობა იყოს. ჩემი გული არის პროგრესის მხარეს და განვითარების მხარეს. რომელი მთავრობას გააკეთებს ამას, იმ მთავრობის მხარესაა ინსტინქტურად. და მინიმუმ თუ განვითარება არ იქნება, გრევამაის თუ არ იქნება, ამის მადლობელიც იქნება. ეგეც კარგი ინსტინქტი, კარგი რაღაცა იქნება. ეხლა გავიგე რომ მილების ამოყრა დაიწყეს მასობრივად რამდენიმე სოფელში აქ. ხა მილების ამოყრა შევალეთ დროდან საქართველოში აღარ მოხდა. ესე იგი ნახეთ როგორ არის. დაბრუნდა შევალეთ მოხელეების 90%. მეორე ესე იგი დაბრუნდა რაღაცა ჯგუფები რომელიც დარბიან. დაბრუნდა ძროხების ქურდობა და დაბრუნდა მილების მოპარვა. და დაბრუნდა ქუჩური გაჩერების ზუგდიდის ცენტრში და შტირების გაგმა. და ამას არ ჯობდა რომ გაგზელებულიყო ის რასაც ვაკეთებთ და არაფერი არ დაბრუნებულიყო. როგორ უბრალოდ წარსულს დაგიბრუნებთ, ეს არის ის წარსული რომლის დაბრუნებასაც გვინდა. ჩვენ უნდა შევეძლოთ და ეს დროებით მოვლენად რაღაცნაირად დროებით სიზრები გადავლახოთ. მე თქვენ რა თქმა უნდა თქვენთან ერთად ვარ, მე ვთქვი რომ მე ვაპირებ თითქმის ყოველ დღე ვიყო სასახლის გარეთ და რამდენი სახში დამპატიჟებენ საქართველოს, იმდენ სახში რამდენი ძალა მეყოფა მივიდე პრეზიდენტობის დროსაც, პრეზიდენტობის შემდეგაც, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ. ეს არის თავი. სკოლაში კომპიუტერი გააქვს? კი. ჩემზე უკეთესად გიგეცვლები, ხო? ჩემაშულმა ჩემზე ბევრად უკეთესად. გესალმებით, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიხარია თქვენი პირისპირ ნახვა და მაინტერესებს შაშან იყო ასეთი პროექტი თქვენს მიერ გაკეთებული სტუდენტების დასაქმება და მაინტერესებს წელსაც თუ გაგრძელდება ეს. ხო, ეხლა ესეთი რაღაცა რატომღაც ეს პროექტი შეაჩერეს, ისე როგორც შეაჩერეს პატრიოტთა ბანაკები. ხა პატრიოტთა ბანაკები და სტუდენტთა დასაქმება სააკაშვილის ახირება არ ყოფილა. ჩემი იდეა იყო აღიარეთ, მაგრამ ახირება არ ყოფილა. ეს იყო კარგი რამე.
ხანდახან მე შეიძლება მქონოდა კარგი იდეები, როგორც ვიგებთ, იმიტომ რა იყო პატრიოტთა ბანაკები და ზაფხულის დასაქმება. ეს იყო შედარებით ხელმოკლე, ინტერესიანი სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის საშუალება, რომ ცხოვრებაში მიიღოთ თუნდაც ზაფხულში დასვენების შემოსავალის თუნდაც ის 400-500 ლარი და ან და დაესვენოთ პირდაპირ ამ ბანაკში. ვისაც სხვა საშუალება არ აქვს საშუალება, რომ წასულიყო სადღაც იმაში ბათუმის ჩერატონში ან თურქეთის ანაკლიაში, ხო? ხო და ეს მივეცით ამ ხალხს ეს საშუალება ხელმოკლე ოჯახებს გაუმართეთ ხელი. ეს გინდა სააკაშოს მიაწერეს ეს პროექტი და გინდა თიბროწაში. რა მნიშვნელობა? თავარია ეს პროექტები გაგრძელდეს. ეს პროექტები და ამიტომ ეს დიდი ბოქლომი დაადის ანაკლიაში. ანაკლია გეგონება რადიოაქტიურია, რომ არ უნდა მიეკავოს პატრიოტთა ბანაკს, რაჭაში პატრიოტთა ბანაკს და ეს ზაფხულის დასაქმებაში, მაგრამ მე ვნახე სხვა შორის Facebook-ზე პეტიცია საინტერესო რომ განახდეს მე ამ პეტიციას მე თვითონაც მოვაწერ ხელს, რაც მეტი ხალხი მოაწერს ხელს რომ განახდეს სტუდენტური დასაქმების პროგრამა არის კარგი, იმიტომ რომ ეს ხო არ არის მართლა როგორც ეგ ეძახეთ აშფანდური. ერთი თვე ესე ხალხი მართლა მუშაობდა, ყვერებში საკეთებდა, სანეტრებად მუშაობდა, იქ მე თვითონ ვნახე ანაკლიას როგორ ასუფთავებდა, უამრავ სხვადასხვა სამხატვრო აკადემიის ისე რაღაცებს კედლებს ხატავდნენ, კონსერვატორიის ისე უკრავდნენ ტურისტულ ადგილებში და ამით ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს ხელს უწყობდნენ. კარგ საქმეს აკეთებდნენ რა. თან ძალიან იაფა. თავისთავად კარგ საქმეს აკეთებდნენ, შრომას სწავლობდნენ. თაშუაში აქ სააკაშვილი და ვინმე. გააკეთეთ, თქვენ გააკეთეთ და თქვენ დაგიგრავეთ ხო ესა. ანაკლიასთან დაკავშირებით მაინტერესებს, მშენებლობები ხო არ შეჭერდება და ხო გაგრძელდება? ხო შეჭერდება, გაგრძელდება აუცილებლად, გაგრძელდება ან მთავრობის მიერ, ან შემდეგი მთავრობის მიერ. აუცილებლად გაგრძელდება. ლაზიკის სპორტი ეს არის იყო ჩემი აკვიატება. ლაზიკის სპორტი ეს არის ერთადერთი შანსი ჩინური ტვირთები ამ პირობებში საქართველოს ჭირდება ახალი სამუშაო ადგილები, იმისაც რომ მართლა აქ ხალხი გარშემო ყველა დასაქმდეს, ეხლა მართლა ხალხს გქონია მარტო ანაკლის მოსახლეობის. თელი ეს ზონა, თელი ზუგდიდის ზონა, თავიდან ბოლომდე დასაქმდება ლაზიკის სპორტი როცა აშენდა. თავიდან ბოლომდე. აქვე არის ყველაზე ღრმა კანიონია შავ ზღვაზე. ეს ხო უნდა უბრალოდ რუკას დახედო, არა გავწიოთ გვერდზე პოლიტიკა. ღმერთმა გაგვიღება რომ საოკუპაციო ხაზის აქეთ აღმოჩნდა ესეთი საგანძური. ამხელა კანიონი ზღვაში. თან მიუყვანეთ წყალი, მიუყვანეთ სასტუმრები აუშენეთ გარშემო, გზები მიყვავს, რკინიგზა ახლო არის. ყველაფერი და აფხაზის რკინიგზა არაფერი არ არის ამას შეხედეთ, თუმცა აფხაზის რკინიგზა რეალურად არ რუსეთის აქეთ შემოსვლისთან და ჩვენი რომ გავიტაროთ თელი ეს ტვირთები და რომ იმოძრავოს, ეს გვინდა ჩვენი დერეფანი, იმიტომ რომ ეს დერეფანი უკვე არსებობს კასპიის ზღვიდან, უბრალოდ ეს ლაზიკის სპორტიდან უკვე გემებით გავიდო კონსტიტუციაში, აწყობილი სქემაა. და მართლა დაასაქმებდა ხალხს. ქუთაისში პარლამენტი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს არის, აი მარტო ქუთაისში პარლამენტი რომ უნდა იყოს, ქუთაისელების გარდა ასევე ძალიან კარგად ესმით სამეგრელოში, იმიტომ რომ როგორ იყო ადრე სამეგრელოსთვის ბუნებრივად ცენტრი იყო ხო სოხუმი. ეხლა დროებით, ძალიან დროებით იქ დგანან ოკუპანტები. ამიტომ უნდა გაძლიერდეს აქაურობა დასავლეთ საქართველოს, იმიტომ რომ გაჩნდეს ალტერნატიული ცენტრი, ამიტომ არის ქუთაისი მნიშვნელოვანი, ამიტომ არის ლაზიკა მნიშვნელოვანი, იმისაც რომ სოხუმი დაბრუნდეს. და თუ მარტო თბილისში ვიქნებით, იქნება როგორც პუტინი ამბობს წიფლისკენ გუბერნია. ეს არის და პარლამენტარებს ეზარება ციარული, ხა ეს რა არგუმენტია? ბოდიში, აქ რო ცხოვრობდეს პარლამენტარი იმან აკრას. ხო ესია მარტივია.